მისალმებით მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას 1091 ნომრიდან. მოდი ახლა არ ნახავს მე არ გადავხაზავ და პრინციპში პირდაპირ გამოთვლით დავიწყებთ ახლა ამას ჩვენ. რა გვჭირდება? ვიცით რომ წესიერი სამკუთხედია ABC, რომლის გვერდია 6. ოკეი, და რისი პოლია გამქებული ფიგურის ფართობი. როგორ შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ გამქებული ფიგურის ფართობი დავთვალოთ. დააკვირდით ერთ გარემოებას. ჩვენ შეგვიძლია მთელი წრის ფართობი დავთვალოთ. არ იქნება რთული ახლა. და იმიტომ რომ ჩვენ ვიცით სამკუთხედი, რომლის გვერდია 6 და ფაქტობრივად ამ სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის რადიუსი გვჭირდება ჩვენ, ხო? ასე გამოდის, ეგ რადიუსი და დათვლადია, არ არის პრობლემა. შესაბამისად, ჩვენ წრის ფართობის გვეცოდინება და შემდეგ ორი სეგმენტის ფართობს გამოვაკლებთ რა. თუმცა მოდი ალბათ იგივე იქნება სამკუთხედის ფართობი დავთვალოთ პირდაპირ და მერე ამ წრეწირის თქვათ იგივე სეგმენტის ფართობი დავამატოთ, ანუ ეს დაშტრიხული ხომ გამოდის მეგობრებო, ეს სამკუთხედს დამატებული ეს სეგმენტი. მე არ მიყვარს ხოლმე სეგმენტის ფართობის გამოთვლა და მოდი ვეცდები ახლა ცოტა სხვანაირად გავაკეთო ეს ამოცანა, რამდენად გამომივა, მოდი ნახოთ, არ ვიცი. შეხედეთ რა ვქნათ, მოდი აქ ავდგეთ ახლა. ეს შევაერთოთ. თითოეული რევსი. და გამოგდის აი ახლა აქ ჩვენ. თქვენი ძალიან პატარა და მოდი აქ გადმოვიტანო ახას, გადმოვიტანოთ ასე. აქ წარმოვიდგინოთ რომ ჩახაზული გვაქვს ესე ტოლგვერდა სამკუთხედი, იქნებ დავამკვანეთ ტოლგვერდა სამკუთხედს. აი ესე ცოტა და კანელგავს არა, არც ისე ცუდია, ხო? და ჩვენ აგვინდა ახლა, მოდი გავამოქოთ აქ, გამოსამოქებლად გამოვიყენოთ ცოტა მუქი ფერი, მოდი ეს ფერი გამოვიყენოთ. გასამოქებლად. ძალიან ჩანს, შეიძლება რომელიმე гаджеტზე არ გამოგიჩნდეთ, მაგრამ იყოს ასე. ესე გავამოქებ ახლა სამკუთხედის და სეგმენტის ფართობს. ასე. მოდი რა ვქნათ ახლა. ნახეთ, სამკუთხედის გვერდი რომ არის 6, ეგ ვიცით. და მოდი ცენტრი ავდგეთ, წრეწირის ცენტრი და შევაერთოთ სამკუთხედის წვერები. ასე. და რო წარმოვიდგინოთ, აი თითქოს ეს არ არის რა, აი ეს ხაზი რო არის, აქ სამკუთხედი, ხო? აქ. ნუ რა გვექნებოდა ჩვენ ეს ასე. ფაქტობრივად გვექნება ერთი ტოლფერდა სამკუთხედის ფართობი, დასათვლელი მეორე ტოლფერდა სამკუთხედის ფართობი და სექტორის ფართობი. მაგრამ ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ ოქროები, რაც არ უნდა მოვიფიქროთ აქ, ყველა ვარიანტში რადიუსი დასათვლელი გვექნება. რა არის ეს წრეწირი? ეს წრეწირი არის ტოლგვერდა სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირი, ხო? და გაიხსენეთ ტოლგვერდა სამკუთხედთან დაკავშირებით მის შემოხაზულ და ჩხაზულ წრეწირზე რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გვახსოვდეს, რომ მათი ჯამი, მეგობრებო, არის სიმაღლის ტოლი. რა თქმა უნდა, ახლა შემოხაზული წრეწირის რადიუსი ბევრნაირად შეგვიძლია ვთქვათ და დავუკავშიროთ გვერდს ახლა, მაგრამ
განზრახ ვიყენებ ამას, რომ კომპლექსურია, მხოლოდ შემოხაზული წრეწირის რადიუსზე არ გიყვება ამბავს, გიყვება ტოლგვერდა და სამკუთხედში ჩახაზული წრეწირის რადიუსზე, გახსენებს ტოლგვერდა და სამკუთხედის სიმაღლესაც და ძალიან მომწონს ეს კონცეფტი რა. ნუ გავხსენოთ რას უდრის A-ში, ეს არის სამკუთხედის გვერდი გამრავლებული ფესვის მეორეზე, ანუ ეგ გამოდის 3 ფესვის 3 და გაიხსენეთ ახლა რა დამოკიდებულებაა, კი ბატონო, სიმაღლე არის 1 პლუს r პატარა, მაგრამ ეს არის ორი ნაწილი, ეს ერთი ნაწილი, ხო? შესაბამისად, დიდი r იქნებოდა 2/3-ში, ანუ 2/3 გამრავლდებოდა 3 ფესვის 3-ზე და r პატარა იქნებოდა, არაფერში არ მჭირდება r პატარა, უბრალოდ ისე გავიხსენოთ 1/3-ში, ხო? და ეს იქნებოდა 1/3 ჯერ 3 ფესვის 3, ეგ არის ფესვის 3. ნუ ჩვენ გვჭირდება შემოხაზული წრეწირის რადიუსი. კარგი, რადიუსი ვიცით რაც არის. ახლა დააკვირდით, მეგობრებო, აი მოდი ამას დავაწერა. ამ პირველი ნაწილის, ანუ სექტორის ფართობი რა იქნებოდა? ხო მარტივი საჩვენებელია, რომ ეს 120 გრადუსიანი კუთხეებია, ოქროები, ეს არის 120 გრადუსიანი კუთხეები. კი, მარტივი საჩვენებელია. და ამ პირველი ფიგურის ფართობი რა იქნებოდა? მთელი წრის მესამედი არ გამოდის? კი, გამოდის. ანუ ასე არ მინდა დაშტრიხულის პოვნა. დაშტრიხული ჩვენ ვიპოვოთ, დაიასახეთ ეს დაშტრიხული პირველი, მეორე და მესამე სხეულის ფართობი, ამ ფართობთა ჯამით. ეს იქნება S1 პლუს S2 პლუს S3 და S1 რა გამოდის? ეს გამოდის 1/3 წრის ფართობის, ხო? ანუ ეს იქნებოდა 1/3 ჯერ π 2 ფესვის 3-ის კვადრატი. ეგ არის 1/3 π 2-ის კვადრატი 8 ფესვი 3-ის კვადრატი 3 და გამოგვივიდა 8π. არის შემეშალოს, მაინც გადავაყოთ თვალი. კი ბატონო. ნუ ახლა ჯერ შეცდომას ვერ ვხედავთ, ნუ თუ არის რამე მე ახლა ხო რა რატომ წერია? 4 უნდა დავწეროს 2-ის კვადრატი 4, ხო? რატო დავწერე რა? 4 უნდა დავწერე აქ და შესაბამისად აქაც იქნებოდა 4. კარგი. ახლა რა არის S2? S2 მეგობრებო, ეგ არის ყველაფერდა სამკუთხედის ფართობი, რომლის ფუძე ვიცით ჩვენ, მეგობრებო, და ეს არის 120 გრადუსი, ხო, მაგრამ სიმაღლეს რომ დავუშვებდით, ეს ხო 30 გრადუსიანი იქნებოდა, კი, იმიტომ რომ აქ 60 გრადუსი გვექნებოდა. შესაბამისად, ეს მისი ნახევარია. 60 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათეტი არის 3 ამ მართკუთხა სამკუთხედში, ხო, სიმაღლის დაშვებით მიღებულ მართკუთხა სამკუთხედში. 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათეტია სიმაღლე და შესაბამისად ფესვის 3-ჯერ ნაკლები იქნებოდა ამაზე. ანუ ეგ სიმაღლე ფესვის 3-ჯერ ნაკლები იქნება აი ამ გვერდზე, ხო? იმიტომ რომ ფესვის სიმაღლე არის 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე. ანუ ეს გამოდის ფესვის 3. იმიტომ რომ სიმაღლე იქნებოდა 3-ზე ფესვის 3-ჯერ ნაკლებით, ესე იგი შეგვეცებოდა გამოდის ფესვის 3. რა გამოვიდა ამ სამკუთხედის ფართობი? 1/2 უძე 6 გამრავლებული სიმაღლეზე. შესაბამისად ეს გამოდის 3 ფესვის 3. მაგრამ არ დაგვაუწყდეს რომ მესამე სხეულის ფართობიც იგივე იქნებოდა ტოტალის სამკუთხედები. რა გამოვიდა ეს დაშტრიხული საბოლოო ჯამში? ეს დაშტრიხული გამოდის 3 ფესვის 3 დამატებული 3 ფესვის 3 და დამატებული 4π. უწესით 4π-ით უნდა დავიწყოთ, რომ პირველი სხეულის ფართობი 4π-ია, მაგრამ შესაგრებთა გადანაცვლელი ჯამი არის. პასუხი მივიღეთ 6 ფესვის 3 პლუს 4π. მოდი ნახოთ 92 ამოცანა.
აი ამის გადახაზვა ნამდვილად არ მინდა, მოდი აქ ძალიან დავსხდი ახლა, რომ კარგად დააკვირდეთ და თუ რამე აქაც ცოტა ჩავწეროთ. მოდი გამოვიყენოთ ჩვენ ახლა შინდის ფერი, გამოიყენება, ნახოთ აქ როგორ ჩანს არ ვაკა. მოდი თეთრ ფონზე დავწერ ახლა მე ამეცადებს. წესიერი ექვსკუთხედი ამოცებული, რომლის გვერდი არის 2. ძალიან კარგი. ეს გვერდი არის 2. მაგრამ ჩვენ ხო არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ წესიერი ექვსკუთხედის ცენტრთან რომ შევაერთებთ მის რომელიმე ორ წეროს, ხო, მეზობელო წეროებს, ტოლგვერდა სამკუთხედი მიიღება აუცილებლად. და დრო 60 გრადუსიანი კუთხეა ხო აქ. და შესაბამისად, მეგობრებო, ესეც 2 იქნებოდა და ესეც 2. კაი ბატონო, ეგ გასაგებია. ახლა შიგნით არის ჩახაზული წრეწირი. გაიხსენეთ ამ წრეწირის ჩახაზული წრეწირის რადიუსი რა არის? ჩახაზული წრეწირის რადიუსი არის, მეგობრებო, სიმაღლე. მოდი ცოტა გავამოქებ ხაზების შრიფტს. აი ეს არის ხო? სიმაღლეა, მეგობრებო. ამ ტოლგვერდას სამკუთხედის სიმაღლე გამოდის ჩახაზული წრეწირის რადიუსი. ასე. წარმოიდგინე გაქვს ტოლგვერდა სამკუთხედი, და ის არის წესიერი ექვსკუთხედის ნაწილი, მასში ჩახაზე წრეწირი, ამ წესიერი ექვსკუთხედში რა გამოვა, მეგობრებო, რადიუსი ამ წრეწირის გამოვა იგივე სიმაღლე, ტოლგვერდა სამკუთხედის სიმაღლე. და სიმაღლე რა არის? სიმაღლე არის a+3, ანუ 2+3 მეორედი, იმიტომ რომ სამკუთხედის გვერდი იყო a+3. a+3. ერი რა გამოდის? ერი გამოდის a+3-ის ტოლი, ხო? ჩახაზული წრეწირის რადიუსი. და ეგ რა სეგმენტია ოქროები? აი მოდი ამას გადმოვხატავ აქ. შეხედეთ ოქროები რა ხდება. წარმოიდგინე შენ გაქვს აღებული 60 გრადუსიანი კუთხე, აი ასე 60 გრადუსიანი კუთხე გაქვს და ეგ სეგმენტი გინდა რა. გამუქებული არის სწორედ ეს სეგმენტი. როგორ უნდა დავთვალოთ აღნიშნული სეგმენტი? ასე ეს არის გამუქებული და სეგმენტის ფართობი როგორც ითვლება, ისე შესაბამის სექტორს უნდა მოაკლო შესაბამის საკუთხედის ფართობი. მოდი დავწეროთ, ესე იგი, ეს გამუქებული რა იქნებოდა? გამუქებული. ეს იქნებოდა ეს სექტორს გამოკლებული ეს სამკუთხედის, ხო? და სექტორი რა არის? სექტორი არ არის 60 გრადუსიანი? კი. ანუ ეს იქნებოდა მთელი წრის ფართობის, ერთ პატარეთი გვაქვს ახლა ამ შემთხვევაში აღნიშნული რადიუსი. მე-6-ი იქნებოდა მთელი სექტორის, აი მთლიანად ამ სექტორის ფართობი. და რა იქნებოდა ტოლგვერდა სამკუთხედის ფართობი ახლა ეგ r² ფ3 მეოთხედი, იმიტომ რომ შენ პატარა ტოლგვერდა სამკუთხედი უნდა გამოგეკლო, რომლის არა ვცდები, რომლის რადიუსი, აი ცუდად გავაკეთე ახლა ოქროები თუ არ ვცდები, არ ვცდები, აი ჩვენ ამ სამკუთხედში ვართ ახლა აგერ ამ სამკუთხედში. ხო, კი ბატონო. რომლის ფართობი იქნებოდა ტოლგვერდა სამკუთხედია, ეგ იქნებოდა r² ფ3. ჩვენ ერი ვიცით რაც არის. რა არის ერი? ეს არის ფ3, ხო? ანუ პიჯერ ფ3-ის კვადრატი შეფარდებული აქვს თან გამოკლებული ფ3-ის ზრდილი გამრავლებული ფ3 4-ზე. და რა გამოგვივიდა? ეს არის 3, 3 შეგვეცას ეს არის 2. გამოდის ოქროები პირველადი. მე ავდგეთ ახლა და გამოვაკლოთ ამას რა. ეს არის 3 ფ3 კვადრატი 3 ფ3 მეოთხედი მეგობრებო. შეგვიძლია ეს გავაერთმშველიანოთ და ისე ჩავნიშნოთ პასუხი. აი აქ. ეს იქნებოდა საერთო მნიშვნელობა იქნებოდა 4 და შესაბამისად 4 გაიყოფოდა 2-ზე 2, 2 + -3 ფ3.
აი ასეთი რაღაც მივიღეთ ოქროები. მოდი დავაკვირდეთ ახლა ჩვენ 93 ამოცანას. კარგი, 93. აბა მოდი რა. ეს ნაი 13. აა, ანუ რა გავაკეთოთ ახლა? მოდი დავაკვირდეთ ჯერ რა არის მოცემული. ნუ ორი წრეწირი არის. და ნახეთ, მცირე წრეწირის დიამეტრი გამოდის დიდი წრეწირის ქორდა. აი ბატონო, ეს გავითვალისწინოთ. ახლა რა ვიცით ჩვენ? ოცენტრის მქონე რადიუსი, წრის რადიუსი არის 2, ანუ r დიდი არის 2. და ოცენტრის მქონე წრის კი 1, ახლა r პატარა არის 1. შესაბამისად, ეს დიამეტრი ხო იქნებოდა 2 სტოლი. კი. და ჩვენ თუ ახლა ავდგებით და შევაერთებთ ამ ბოლოებს, აი ასე და აქაც ასე შევაერთებთ, ну რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა ტოლგვერდა სამკუთხედი. ახლა რა გამოდის ეს დაშტრიხული? დააკვირდით ოქროები, ეს ერთგვარად ხო გამოდის აი ნახევარი წრის ნაწილი, პატარა წრის ნახევრის რაღაც ნაწილი გამოდის, ხო? და რა ნაწილი? რომ ავდგეთ, ესე იგი ეს დაშტრიხული გამოდის i r პატარას კვადრატს გამოკლებული ეს სეგმენტის, ხო? რომელი სეგმენტის? აი დიდი წრის 60 გრადუსიანი სეგმენტის ეს ჩაწითლებული ნაწილი უნდა გამოვაკლოთ. რა არის ახლა ეს სეგმენტი დიდი წრის? ну ეს იქნება მეგობრებო 60 გრადუსიანი სექტორის ფართობს ეს სექტორს გამოკლებული ეს ტოლგვერდა სამკუთხედის. დიდი წრის. შესაბამისად, სექტორის ფართობი რა არის? რადგანაც 60 გრადუსიანი, ანუ ტოლგვერდა იყო ეს, ხო? 2, 2, 2 გამოდიოდა. შესაბამისად, ეს იქნება მეექვსედი ნაწილი დიდი წრის ფართობის, ხო? πr კვადრატის მეექვსედი ნაწილი იქნება და გამოაკლდება ტოლგვერდა სამკუთხედის ფართობი რა გამოდის? ну ამ შემთხვევაში ტოლგვერდა სამკუთხედის გვერდი რადიუსის ტოლია და შესაბამისად იქნება r კვადრატ ფესვი 3 მეოთხედი. r კვადრატ ფესვი 3 მეოთხედი მეგობრებო. ასეთი ამბავია. აბა დავაკვირდეთ. კი ბატონო. შევიტანოთ ახლა r-ის მნიშვნელობა. შესაბამისად აქ გვექნება π ჯერ 2-ის კვადრატი მე-6-ს გამოკლებული 2-ის კვადრატ ფესვი 3 მეოთხედი, ну ეს შეიკვეცებოდა. აქ 4 შეიკვეცება 6-ზე 2 π მე-13-ს მინუს ფესვი 3 გამოგვდის სეგმენტის ფართობი. მაშინ რა გამოდის, ხო? და ეგ რა იქნებოდა? მოდი ეგ ჯერ გამოვსახოთ აქ. მცირე წრის რადიუსს რომ შევიტანით π ჯერ 1-ის კვადრატი მეორედი, ხო? ანუ ბოლო-ბოლო ეს დაშტრიხული გამოგვდის i მეორეც გამოკლებული სეგმენტის ფართობი და სეგმენტის ფართობი აგერ არ მივიღეთ 2 π მე-13-ს მინუს ფესვი 3. ну აქ მეგობრებო π მეორეც გამოაგდებოდა 2 π მე-13, გაიხსნება ახლა რჩხვილი პლუს ფესვი 3. და ესა ფესვი 3, ну გავაერთმშრალიანებით საერთო მნიშვნელი 6 იქნებოდა, 6 გაყოფილი 2-ზე 3, ანუ 3 π მინუს 4 π, ეგ მარტივად მიხვდებით, რომ π მე-6-ია მეგობრებო. აი ეგ იქნებოდა დაშტრიხული ნაწილის ფართობი. როგორ გავაკეთეთ? კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ეს დაშტრიხული ნაწილი იყო მცირე წრის ნახევარ ფართობს, გამოკლებული ფართობს, გამოკლებული წითლად რაც მაქვს დიდი წრის გარკვეული სეგმენტის ფართობი. და ეს დიდი წრისთვის 60 გრადუსიანი სეგმენტი გამოდიოდა. 94 ნომერი. 94
34 იპოვეთ მართკუთხა სამკუთხედში ჩახაზული წრის ფართობი. კაი. თუ კათეტების გეგმილებია. მოდი დავხატოთ მართკუთხა სამკუთხედი, მეგობრებო, აი ასე. მოდი არ ჩავხატავ ახლა შიგნით წრეს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით წრის, ანუ წრეწირში ჩახაზული წრის ბოდიში ანუ მართკუთხა სამკუთხედში ჩახაზული წრეწირის რადიუსის დასათველი ფორმულა ვიცით. 9 ჯერ გვაქვს ეს ძალიან ხშირად გვაქვს გამოყენებული a + b - c-ს ნახევარია მეგობრებო და შესაბამისად ფართობი რომ ვიპოვოთ, უნდა ვიპოვოთ რადიუსი, ესე იგი უნდა ვიპოვოთ კათეტები და ჰიპოტენუზა. და ნახეთ, კათეტის a და b არის თქვათ კათეტები, ხო? მათი გეგმილები რა მოდის? გამოდის 9 და გამოდის 16. ანუ ჰიპოტენუზა რა გამოდის? 25. და გაიხსენეთ ახლა მართკუთხა სამკუთხედში კათეტის კვადრატი რომ ტოლია მისი გეგმილი გამრავლებული ჰიპოტენუზაზე. ნუ აქედან იქნება ფესვი 9 ჯერ 25-დან და შესაბამისად 15 იქნება. ანალოგიურად b-ს ხომ ტოლი იქნებოდა მისი გეგმილი 16 გამრავლებული 25-ზე. ეს არის მეგობრებო მსგავსების შედეგები მართკუთხა სამკუთხედში. ჩვენ გვაქვს დაყოფილი რომ მსგავსება წრეწირში, ტრაპეციაში და მართკუთხა სამკუთხედში შექმნა საინტერესო თვისებები. წრეწირში და ტრაპეციაში მსგავსების შედეგები ჩვენ ავწერეთ მეექვსე თავში, იქ გამიხილეთ და თუ არ გახსოვთ, გადაავლეთ ამ ვიდეოებს, ყაბერიძეს ვიდეოს მეექვსე თავიდან, ხოლო მეშვიდე თავში გვაქვს უკვე აღწერილი მსგავსების შედეგები მართკუთხა სამკუთხედში. ეს b იქნებოდა შესაბამისად ფესვი 16 ჯერ 25-დან, ანუ 20. ლუჩა, რა იქნებოდა რადიუსი 15-ს დამატებული 20 გამოკლებული 25. ეს გამოდის 35-ს გამოკლებული 25, ეგ არის 10 და 5. შესაბამისად წრის რადიუსი იქნებოდა, ფართობი იქნებოდა π ჯერ 5-ის კვადრატი, ანუ 25 π. კარგი. მოდი 95-ე ვნახოთ ახლა ჩვენ აქ. რა ხდება? ნუ, ხედავთ მეგობრებო, რომ კვადრატი დაყოფილია 9 პატარა კვადრატი. და კუთხეებში მოთავსებული კვადრატების ცენტრებზე გავლებულია წრეწირი. ანუ თავხატავ ისე წრეწირს, აბა, მოდი როგორ ჩაიხაზება, რომ ავიღოთ და ავამთხრევ ამას. პრინციპში ნახაზის გარეშეც საკმაოდ კოხტად გამოვა ეს ამოცანა, მაგრამ მოდი აბა დავამთხროთ ახლა, აი ამ წერტილებზე უნდა გაიაროს, ხო? ასეთი სიტუაციაა, მეგობრებო. კიდურა, ანუ წვეროში დგომი კვადრატების ცენტრები აიღეს და მათ შემოხაზეს წრეწირი. ნუ რა თქმა უნდა, ცენტრი რა იქნებოდა? ცენტრი იქნებოდა ამ წერტილების შემაერთებელი მონაკვეთების შუამართობი, ხო? ნუ მარტივი საჩვენებელი მეგობრებო, ახლა რომ ეს შუამართობები შუაში არსებული კვადრატის ცენტრი იქნებოდა, დიაგონალების გადაკვეთის სეტი. ანუ, ნუ ინტუიციურადაც ახლა ეგ მარტივი მისახვედრია. ანუ რადიუსი გამოდის აი ეს ხაზი, ხო? და თუ დააკვირდებით, ეს რა ხაზია? ეს ფაქტობრივად არის აი რომ ავდგეთ ახლა ჩვენ და ორი კვადრატის გარშე მდგარი კვადრატი ავიღოთ, მისი დიაგონალის ნახევარი გამოდის, ხო? სხვა ხაზი შემოვიდგეთ. ანუ ის შემოხაზული წრეწირის რადიუსი გამოდიოდა აი ეს. ხო? აი ეს გამოდის აქედან აქამდე. მაგრამ ფაქტობრივად ეს რა არის? ეს არის მეგობრებო, აი რომ
ავიღოთ ახლა ჩვენ კვადრატი, 4 პატარა კვადრატის გარშემდგარი კვადრატი და მისი დიაგონალი ავიღოთ, ნახევარი გამოდის, ხო, მარტივი შეჩვენებელია ახლა. და დააკვირდით ახლა ოქროები, რა ხდება აქ? კვადრატის გვერდი იყო 9, დაყოფილი იყო სამტულ ნაწილად, ანუ 3, 3, 3 იყო, ხო? მაშინ კვადრატის გვერდი 6 არ გამოვიდოდა, ანუ 2 კვადრატის გარშემდგარი კვადრატის გვერდი. შესაბამისად, მისი დიაგონალი იქნებოდა 6 ფ2 და რადიუსი იქნებოდა სწორედ ამ 6 ფ2-ის ნახევარი. მთლიანად ეს დიაგონალი იქნებოდა 6 ფ2, ხოლო რადიუსი, ეს წითლად რომ აქვს 2 წერტილი, იქნებოდა მისი ნახევარი, ანუ 3 ფ2. და რა გამოვიდოდა წრის ფართობი? ეს იქნებოდა i2 კვადრატი, ანუ 3 ფ2-ის კვადრატი. გამოდის 18 π. 96 ამოცანავი. ნუ რა შეგვიძლია აქაც ნახაზი შეგვიძლია ვისარგებლოთ. გამუქებული ნაწილის ფართობი ვიცით, ორი ერთნაირი წრეწირი ეხებოდა ერთმანეთს და უნდა ვიპოვოთ ამ წრეწირების რადიუსები. კიდევ ერთხელ წავიკითხოთ, ტოლი რადიუსის ორი წრეწირი ერთმანეთს ეხება. ერთი წრეწირი ცენტრიდან მეორისადმი გავლებული აქვს ხები, კი ბატონო, ასე და იპოვეთ წრეწირის რადიუსები. თუ გამუქებული ფიგურის ფართობი ვიცით. კი ბატონო. მოდი, რა თქმა უნდა, შევაერთოთ წრეწირის წერები, ასე. ამას აქ ასე შევაერთებდით შეხების წერტილში და რა თქმა უნდა იქნებოდა მართკუთხა სამკუთხედი. აი ეს მართკუთხედია. ახლა რა სტრატეგია შეგვიძლია დავსახოთ? ჩვენ ხომ ვიკითხებიან რადიუსს, არა? ნუ ეს რადიუსია, მეგობრებო. ესეც რადიუსია. შესაბამისად, ეს მარტივი საჩვენებელია, რომ გამოდის r ფ2 3, იმიტომ რომ ეს არის ორიერი. ნუ გინდა პითაგორას თეორემით მივხვდით, გინდა იმით მივხვდით, რომ თუ კათეტი ჰიპოტენუზაზე ორჯერ ნაკლებია, მაშინ მისი მოპირდაპირე კუთხე 30 გრადუსია, ხოლო მეორე მახვილი კუთხე, რა თქმა უნდა, იქნებოდა 60 გრადუსი. და კათეტი იქნებოდა r ფ2 3. ახლა შეხედეთ. აი ამ სამკუთხედის ფართობი რა გამოდის? ხო გამოდის 1/2 კათეტების ნამრავი. და აქ ჩვენ გვაქვს ორი პატარა სექტორი, ხო? 30 გრადუსიანი სექტორი და 60 გრადუსიანი სექტორი. აი მოდი 30 გრადუსიან სექტორის ფართობი იმას ვთქვათ, დავთვალოთ, რა იქნებოდა? რა თქმა უნდა, ეს იქნება 30 გრადუსის 360 გრადუსის მე-12-დია, მთელი წრის მე-12 არ იქნებოდა წრის ფართობის. ანუ ir კვადრატ მე-12 იქნება. რა იქნება 60 გრადუსიანი სექტორის ფართობი? აი მეორე ეს ტოლი წრეწირებია და ნუ ფაქტობრივად იგივე წრის მე-6 გვჭირდება, ახლა ანუ πr კვადრატ მე-6. მაშინ ამ დაშტრიხულის ფართობი ხო იქნება მთელი სამკუთხედის ფართოდ, გამოვაკლოთ, რაც არის, ესე იგი r კვადრატ ფ2 3 მე-2, ხო? გამოვაკლოთ აი ამ სექტორების ფართობი. ესე იგი ეგ 8 ფ2 3 მინუს 4π გამოდის ტოლი, ეგ არის ხო დაშტრიხული ნაწილის ფართობი. r კვადრატ ფ2 3 მე-2-ს გამოკლებული აი იმ სექტორების ფართობთა ჯამი πr კვადრატ მე-12-ს დამატებული, მეგობრებო, πr კვადრატ მე-6. ასეთი სიტუაცია. მოდი ახლა r კვადრატი გამოვსახოთ აქედან. აბა რა იქნებოდა? დავიტანოთ ჭრილოს გარეთ. მოდი ჯერ აქ დავთვალოთ. აი ესე იგი აქ იქნება გავაერთმშველიანებთ. 2πr კვადრატი, ანუ გაერთმშველიანდება 12-ია საერთო მნიშვნელი, 12 გაყოფილი 12-ზე 1, ანუ აქ πr კვადრატს დაემატება აქ 6 გაიყოფა 2,
2πr კვადრატი, შესაბამისად ეს არის 3πr კვადრატ მე-12 და შეიკვეცებოდა აქ 3 და 12 არის 4, ანუ რა გამოდის? r კვადრატ ფესვის 3/2-ს აკლდება πr კვადრატ მე-4d. აქ არის 8 ფესვის 3 მინუს 4π. ახლა გავუძლოთ ზე და მოვიცილებდი ამით, აი მოდი r კვადრატი გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ, ფრჩხილებში დამრჩება ფესვის 3/2-ს მინუს π/4d. აბა დავაკვირდეთ, არ იკვეცება ვითომ რამე აქ. შეხედეთ ოქროები, აქედან რომ 16 გავიტანო ფრჩხილებს გარეთ, დარჩება ზუსტად 8 ფესვის 3 რომ გაყოთ 16-ზე, ფესვის 3/2-დია. 4π რომ გაყოთ 16-ზე, გამოდის π/4. და მოდი შევკვეცოთ ახლა ტოლობის ორივე მხარე, ეს ნულისაგან განსხვავებული რიცხვია ცალსახად, ხო? ორი რაციონალური გამოსახულებას აკდება ერთმანეთთან, ერთი და იგივე რაციონალური გამოსახულებები რა არის? ნულისაგან განსხვავებულია, უარყოფითის რომ ყოფილიყო პრობლემა არ არის, მაგრამ არ არის უარყოფითი და გამოდის რომ r კვადრატი არის 16-ის ტოლი და შესაბამისად r-ი გამოვიდა 4-ის ტოლი. და მეტნაკლებად მარტივად გამოვზრდით ახლა. კარგი, მოდი დავაკვირდეთ 97 ამოცანას. 3 ტოლი რადიუსის მქონე წირი აი ასე ეხება ერთმანეთს, კი ბატონო. და ხო, ცენტრებში შეხება, ეს ცენტრებია, გავაკეთებ. აი აქ, აი ასე. და უნდა ვიპოვოთ გამუქებული ფიგურის ფართობი თუ წრეწირების რადიუსებიც ვიცით არის r. ანუ რადიუსი ვიცით, მთავარია გამუქებული ფიგურის ფართობი ვიპოვოთ. კარგი. უნდა ვქნათ ხო. ერთი იდეა მაქვს და აბა მოდი ვნახოთ როგორ გამოვა. მოდი ჯერ ჰიპოთეზას გავაცნო. შეხედეთ მეგობრებო, მე ახლა ასე რომ შევაერთო, ანუ r მაქვს რომ ეს ერთნაირი სეგმენტებია. და რაღაც იგივე და თუ ასე გავყოფ, ნახეთ, გამოდის რომ აი ეს სეგმენტი და ეს ერთმანეთის ტოლი იქნება. ანუ გამოდის რომ აი რაც არის ფართობი აი ამ სეგმენტის იგივე იქნება აი ამ ნაწილის ფართობი. იგივე იქნება ამ ნაწილის ფართობი და ანუ გამოდის რომ წრის ნახევარს გამოვაკლებ აი ორჯერ ამ სეგმენტის ფართობს. მოდი ვაჩვენოთ ახლა, რასაც ვფიქრობ, რომ ის ჭეშმარიტია. ნუ ცხადია, სამივე ცენტრი ერთ წრფეზე ძევს, მარტივი საჩვენებელია, ჩვენ ვიცით თეორემა, ხო? ურთიერთშეხები, წრეწირების შეხების წერტილები და ცენტრები ერთ წრფეზეა. ახლა და ჩვენ ადრე ისიც გვაქვს ნაჩვენები მეგობრებო, რომ საერთო ქორდას რომ გავავლებთ, აი საერთო ქორდას რომ ეგაა საერთო ქორდა ხო ორი წრის, ნუ ამ ორი წრის საერთო ქორდა რომ გავავლებთ, ნუ ეს იქნება აუცილებლად არ დავიწყებ ახლა ამის ჩვენებას ურთიერთმართობულია. და შესაბამისად აი ამ ნაწილს ყოფ შუაში. ესე და თავისთავად ახლა ფაქტობრივად ეკო რადიუსია და ქორდის მართობული რადიუსი თუ გავავლე, ნუ მესაც დავდგოს დაშვებით ვაფიცე მაგალითად ამას ახლა. და თუ გავავლებ, ნუ ეგ იქნება ქორდა ჩუაზე გაიგო. კარგი. ეგეთი დეტალი. ახლა შეხედეთ. ეს ხვარი r/2. კი. ახლა რა იქნება აი ეს ქორდა? მთლიანად ქორდის სიგრძე. დააკვირდით ოქროები, ვერ ეს ამასთან შევაერთო ახლა. ხო, ეს ხო რადიუსია. ხო, ეს არის რადიუსი. ანუ გვაქვს აქ პატარა მართკუთხა სამკუთხედი, რომელშიც კათეტი არის ასეთი სიტუაცია გამოდის მეგობრებო.
კათეტი არის 1/9 და ჰიპოტენუზა არის 2. ეგ საათ ხდება, ეს არ ხდება 30 გრადუსიანი კუთხის მქონე მართკუთხა სამკუთხედში. შესაბამისად, ეგ იქნებოდა 30 გრადუსი. ეს 60 გრადუსი და მთლიანად აქ მეორესაც რო გაავლებდი, აი ასე არ გამოვიდოდა 60 გრადუსიანი. ესე იგი, რა ხდება? რა ვაჩვენეთ ახლა აქ ჩვენ? ჩვენ ვაჩვენეთ, რომ აი ამ წრეწირში ეს არის 60 გრადუსიანი სექტორი, მეგობრებო. და ესე იგი, ეს იქნება 60 გრადუსიანი 60 გრადუსიანი კი არა, 120 გრადუსიანი სექტორი და ეს იქნება 120 გრადუსის შესაბამისი სეგმენტი. აი, ეგ მინდოდა აქ ამას ვეძებდი, ხო? და ახლა აქ ოქროები, რა თქმა უნდა, ეს ტოლის სეგმენტებია, ტოლი წრეწირები იყო, აქ მარცხენა და მარჯვენა სეგმენტი. და ეს სეგმენტები შუაში იყოფა. ამიტომ რაც იქნებოდა ერთი სეგმენტის ფართობი, 120 გრადუსიანი სეგმენტის ფართობი, ხო? აი აქ რო ავიღოთ ჩვენ ახლა წრეწირი გაცრავად. ასე, ავიღოთ წრეწირი და ჩავთვალოთ, რომ ეს არის 120 გრადუსიანი, ალბათ ცოტა უფრო დიდია. ეს არის 120 გრადუსიანი სექტორი, სეგმენტი გაცრავად. აი ეს. აი ზუსტად ამის ტოლი იქნებოდა მთლიანად აი ხა დავშტრიხავ ახლა ეს ნაწილი იქნებოდა რაც გავაფერადე ახლა მოდი ჩქარეთ გავაფერადე გამოკვეთილი იყოს ეს იქნებოდა სწორედ ამ სეგმენტის ტოლი ფართობებით. ну ახლა ეს თუ არის 120 გრადუსიანი სეგმენტი, ეს 120 გრადუსია, ну რა გამოვიდოდა? უნდა ვიყავით და ეს სეგმენტი უნდა გამოგვეთვალა ეს სექტორს გამოკლებული ეს სამკუთხედით, ხო? ну სექტორი ეს არის მე-13 პი-ერ კვადრატ მე-13 იქნებოდა 120 გრადუსიანი სექტორია, ხოლო ეს არის ბლანკკუთხა სამკუთხედი, ხო? და კიდევ ერთხელ ვთქვათ, ეგ არის ერი კატის ფერდები, აქედან რო სიმაღლეს დაუშვებით ეს 60 გრადუსია, ეს 30 გრადუსია, ეს იქნებოდა 1/2 ერი. ეს არის R-ფესვის 3, მეგობრებო, მარტივი საჩვენებელია და შესაბამისად რა გამოდის ფართობი, გამოდის 1/2 ჯერ R-ფესვის 3, ანუ გვერდი გამრავლებული სიმაღლეზე 1/2 R-ზე. ну შესაბამისად სეგმენტის ფართობი ეს სეგმენტი გამოდის i(r კვადრატ მე-13) გამოკლებული r კვადრატ ფესვის 3 მე-4-დი. ვიმეშლება. ასე ოღონდ სამკუთხედის ფართობებით გამოვიდა r ფესვის 3 გამრავლეთ 1/2 r-ზე. ასე დაგოშლება. ეგ არის სეგმენტის ფართობი. მაგრამ ჩვენ ხო გვინდა დაშტრიხული და დაშტრიხული რა გამოდის? დაშტრიხული გამოდის, მეგობრებო, აი ეს დაშტრიხული გამოდის მთელი, უბრალოდ ნახევარი წრის ფართობს i(r კვადრატ მე-2-ს გამოკლებული აი ამის ორი ეს სეგმენტი არა, ორი ეს სეგმენტი. იმიტომ რომ აი ეს მხარეც ხო უნდა გამოგვეკლო აქედან. ის ქვემოთ მხოლოდ მწვანე მხარე იყო დათვლილი. მოდი არ შევშლი ახლა აქ ანგარიში გამოვიდოდა ეს i(r კვადრატ მე-2-ს გამოკლებული, მეგობრებო. აქ გამოკლებული ორჯერ კაი გამოვრავთ ორჯერ ეს ვაობა ორჯერ რომ ავიღო, ხო? 2 i(r კვადრატ მე-13-ს მინუს r კვადრატ ფესვის 3 მე-2-დი. ну ჭრილი გაიხსნებოდა და გამოვიდოდა რა? აქ
მინუს მინუს ეს იქნებოდა r კვადრატ ფლუს 3 მეორედი და ამას რომ გავერთმშრალიანებდით, აქ იქნებოდა 3, 4, 3 - 4 არის მინუსი, მინუს r კვადრატ მე-6. აი, მოდი შევამოწმოთ ამას. რომ აქ შეგვიძლია მანამდე r კვადრატი გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ, მაგრამ აქ ხო შეგვიძლია r პატარათი აღნიშნული და მე r დიდი დავწერე, მაგრამ ამას იმედია ხოდით შესულმაში არ ჩაგვიტვლით. Ну, кай, პასუხი ასე უნდა იყოს, ანუ ეს r-ის მაგივრად, r-ის მაგივრად, r პატარა უნდა დავწერე, r კვადრატს. კაი, დამჭიქლებს გარეთ შეგვიძლია r კვადრატ მეორედიც გავიტანოთ, ერთი პასუხს მოდით ჩავხედოთ, ხო, r კვადრატ მეორედი აქვთ გატანილი, აქ დაგვრჩებოდა ფ3, გამოკლებული, აქ დაგვრჩებოდა π მე-13, ხო? კი ბატონო, სწორად გამოვიდა ყველაფერი. კარგი, მოდი ახლა ჩვენ დაახლოებით 5-60 დაგვრჩა, ხო? და შევწყვიტოთ ვიდეო და დარჩენილი ამოცანები მომდევნო ვიდეოში გავიხსენებთ. აბა დროებით.